საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ პოსტ ანალიტიკას, მე ზვიად ავალიანი ვარ, ჩვენ საუბრობთ მიმდინარე აქტუალური საშინაო და საგარეო პოლიტიკური თემების შესახებ. Deep State-ის შურისძიება საქართველოზე გრძელდება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს სტაბილურ პარტნიორად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უაღრესად წარმატებულ ვიზიტს ახორციელებს უნგრეთის დედაქალაქში, ხოლო აზიაში ხელი ეწერება შეთანხმებას, რომლის ძალითაც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ქვეყანაში უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია შემოდის, ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართ შანტაჟი შედეგს მაინც არ გამოიღებს და მთავარია ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნოს. პარალელურად ნაციონალური მოძრაობის ძველმა მოკავშირემ ევროპის სახალხო პარტიამ ევროპის საბჭოში გაასაჩივრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება და საქართველოს დელეგაციისთვის წევრობის შეჩერებას ითხოვს. შუამდგომლობებში, რომელსაც ძირითადად ხელს უკრაინელი და ბალტიისპირელი დეპუტატები აწერენ, ასამბლეას თხოვენ საქართველოს პრეზიდენტად არა მიხეილ ყაველაშვილი, არამედ სალომე ზურაბიშვილი აღიაროს. სწორედ ის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ამ დღეებში კიდევ ერთი მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ამერიკას მოუწოდა რუსეთთან საბრძოლველად საქართველოს სათამაშო მოედნად გამოიყენოს. საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის თეა წულუკიანის თქმით, კულუარებში ასევე გაჟღერდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც. შეგახსენებთ, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ კიდევ 5 იანვარს გაუგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი, სადაც სამი ოპოზიციური პარტია ითხოვს არ იქნას აღიარებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატები. ვნახოთ, როგორი იქნება ევროპის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება, სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს პოსტ ანალიტიკაში. ჩვენი სტუმარი კი უფლებადამცველი ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე იქნება. საღამოშიდობის კაპიტან ნანა, მადლობა რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. მოკლედ, ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეზღუდა. ნაბიჯი, როგორც ვიცით, სიმბოლურია, იმიტომ რომ ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვს, იმას ჩვეულებრივი პასპორტიც აქვს და შესაბამისად მაინც არ დაჭირდება ვიზის აღება და რომც დაჭირდეს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ესეც არ არის კატასტროფა და ამითაც ვერ მოხდება დაშანტაჟება საქართველოს ხელისუფლების, მაგრამ მე მინდა თქვენ კითხოთ, რა ლოგიკა იყო ამ გადაწყვეტილებაში. აგერ ოფიციალური განმარტება გვაქვს, გადაწყვეტილება მიღებული იქნა დემოკრატიული უკუსვლისთვის და რეპრესიებისთვის. ეხლა ეს დემოკრატიულ უკუსვლებში იგულისხმება კონკრეტულად მაგალითად კანონი გამჭვირვალობის შესახებ და კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. ორივე ასეთი კანონი გაცილებით უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. არასრულწლოვანთა დაცვაში გულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ოფიციალური პოლიტიკა ამერიკის იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი. ჩვენთან რა უნდათ? მოგესალმებით, ზიად მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ჯერ საერთოდ ლოგიკაზე, როდესაც საუბრობთ, რომ რა ლოგიკა არის იმაში, რასაც დღეს ევროსტრუქტურები საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ, ამას ალბათ არანაირი ლოგიკა არ გააჩნია და არა მარტო ლოგიკა არ გააჩნია, არანაირი სამართლებრივი საფუძვლები ამას არ გააჩნია. როდესაც ასეთი სერიოზული, უბრალოდ რო უნდა იყოს სერიოზული სტრუქტურა ღებულობს გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დაფუძნებული არა აღქმებზე და ვიღაცის ჩანაფიქრებზე, არამედ უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე, რის გამო შეიძლება იქნეს ესა თუ ის უფლება შეზღუდული ამა თუ იმ ქვეყნისთვის. ასეთი არგუმენტაცია არსად არ წარმოდგენილა, რაზედაც ახლა შენ ეს ორი კანონი, რომელიც მოიყვანე აქ მაგალითად, ეს არის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი და ოჯახთან დაკავშირებული, ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებული კანონები, ეს არც ერთი და არც მეორე არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ანუ ის კანონები, რომელიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, მიიღო ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე,
და ჩვენი უპირველესი კანონი არის კონსტიტუცია. ისე რომ ის არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან და ასევე ის არ მოდის წინააღმდეგობაში ევრო სტანდარტებით არსებულ კანონებში, ანუ რომელი კანონებიც ევროპაში არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ გამჭირვალეობის შესახებ კანონი არაერთ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს და ეს კანონი გადმოღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყველა დანარჩენ ქვეყანაში, იმიტომ რომ 100 წელზე მეტია ის მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 30 წელია ის მუშაობს რუსეთში, 30 არა უფრო ნაკლები მუშაობს რუსეთში და მან ახლახანს დაიწყო ესე იგი არსებობა საქართველოში. ანუ ეს რომ არაევროპული, ეს რომ არადემოკრატიული კანონი იყოს და მას რომ რაიმე პრობლემა ჰქონდეს, მაშინ ის ვერ იმუშავებდა. ნუ გარდა ამისა, ისრაელშიც მუშაობს, ავსტრალიაში, კანადაში, ბევრ ქვეყანაში, მაგრამ საიდან წამოვიდა ეს კანონი, ამაზეა საუბარი, ვინაიდან რუსული შეარქვეს ამას, ამიტომ გავაკეთეთ ის ანალიზი, რომ ეს რუსეთიდან არა, ეს წამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გავრცელდა რუსეთში და გავრცელდა საქართველოშიც. ანუ და ის მუშაობს უამრავ ევროპულ ქვეყანაში, გასაგები. ანუ ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ ამის გამო შეუჩერდეს ქართულ დელეგაციას ან საერთოდ რაიმე სადამსჯელო ღონისძიება გატარდეს საქართველოს მიმართ. ასევე ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით კანონს რაც შეეხება, ჩვენ ახლახან ზუსტად მოვისმინეთ ტრამპის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა იქნეს აყვანილი ის, რომ ქვეყანაში არის მხოლოდ ორად-ორი სქესი, ეს არის ქალი და მამაკაცი. და რომ ის უნდა იყოს ასახული ყველა იმ სათანადო დოკუმენტში, რომ ქალი რო ქალია და კაცი რო კაცია, ისე რომ ეს უფრო მკაცრად და უფრო ეს თქვა გამოკვეთილი ფორმით ამერიკის შეერთებულ შტატებში არის და ის სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არის აყვანილი. ისე რომ ვერც ერთ ამაზე ვერ იტყვის ევროპა, რომ ეს არის არადემოკრატიული კანონები. თუ ეს არადემოკრატიული კანონია ერთიც და მეორეც, ვინაიდან ერთი მუშაობს 100 წელზე მეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე ამუშავდება ახლა თითქმის 100 წელი. ხო, ნუ ამას არ ხო და ახლა ამუშავდება ის ამერიკაში რაც შეეხება ქალია და კაცია სახელმწიფო დონეზე, მაშინ უნდა ითქვას ის, რომ ამერიკაში ეს არადემოკრატიულია და რომ ამერიკა ასეთი არადემოკრატიული კანონებით მართავს ქვეყანას. ამას რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ გაუბედავენ და ვერც უბედავენ ამას, იმიტომ რომ არც სამართლებრივად არ არის ეს სწორი და არც რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების შეზღუდვის კუთხით ეს არ შეიძლება იქნას მოყვანილი არგუმენტად, მაშინ რატო ხდება ეს საქართველოს მიმართ? ხდება იმიტომ, რაზედაც ქალბატონმა სალომემ ისაუბრა, რომ სწორედ არადემოკრატიული, ისე ვთქვათ, ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისმცემელი, არადამოუკიდებლობის პატივისმცემელი ადამიანების ჯგუფი აღიქვავენ იმას, რომ მხოლოდ ძალის პოლიტიკას შეიძლება ექვემდებარებოდეს და მხოლოდ ძალას შეიძლება ექვემდებარებოდეს ამა თუ იმ წესის გატარება და არა იმ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, რომელიც არის. მაგალითად, ქვეყანა თუ დამოუკიდებელია, ის დამოუკიდებელია იმ სტანდარტით, პატარა ქვეყანა თუ დამოუკიდებელია, ის დამოუკიდებელია იმ სტანდარტით, რითაც დიდი ქვეყანა და საშუალო ქვეყანაა და ამის მაგივრად ჩვენ სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ შემოგთავაზა, რომ მაშინ, როდესაც 3,700,000 მოსახლეობაა საქართველოში, რანაირად არის ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერი ქვეყანა, თურმე თუ ასეთ პატარა ქვეყანას კისერს ვერ უგრიხავს, ხო? ამას ნიშნავდა. ხო, უტრირება რო უბრალოდ შინაარსობრივად ეს ამას უდრიდა. ანუ მათი აზროვნება, თავარი ის არის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს სტანდარტებს აწესებენ, რომლებიც რაღაც ღირებულებებზე საუბრობენ და პროდასავლურობაზე საუბრობენ, აი მათი აზროვნება რამდენად არის შესაბამისობაში პროდასავლურობასთან, უფრო მეტად ეს რა თქმა უნდა არის ტოტალიტარული აზროვნება, ტოტალიტარული აზროვნების შედეგი, ასე იყო საბჭოთა პერიოდში ჩვენ ყოველთვის ბედაშენეს გვახსოვს და ჩვენი თაობის წარმომადგენლებს, რომ უფროსი ძმა განსაზღვრავდა დანარჩენი უმცროსების, ანუ
დიდი განსაზღვრავდა პატარის მდგომარეობას და ეს სწორედ დღეს უნდათ რომ აამუშაონ იმ ადამიანებმა, იმ ესე ვთქვათ ჯგუფებმა, რომლებმაც ლიბერალები დაირქვეს და პროდასავლელები დაირქვეს. მაგრამ შინაარსით ისინი არიან ბოლშევიკები, ფაშისტები და მათ არანაირი კავშირი არ აქვს დასავლეთთან. ასეთივე ბოლშევიკური აზროვნების და ფაშისტური აზროვნების ადამიანები, რა თქმა უნდა, მრავლად მოიძებნება არა მარტო საქართველოში და თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ დასავლეთშიც და სწორედ მათ თანამოაზრეები, მათ დღევანდელი აი აქ ლიბერალური ჯგუფების მეპატრონეები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც აი ესეთი ტოტალიტარული აზროვნებით, ფაშისტური აზროვნებით გამოირჩევიან და მათ აი ეს აერთიანებს ზუსტად თავარია ძალაუფლება და ამ ძალაუფლებას მიაღწევ თუ არა დემოკრატიული გზით ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინაიდან ისინი ხედავენ რომ ფაშისტური და ბოლშევიკური მმართველობა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია და ისინი აი ამ ბოლშევიკური მეთოდებით მართვის დროს ვერ იმსახურებენ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას, ამიტომ მიდიან ისინი იმაზე, აი რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ, რომ ეს არის აღქმების და ძალადობის პოლიტიკით, მორევის პოლიტიკით დაგაჩოქონ, გაგაკეთებინონ ის, რაც მიუღებელია, ის, რაც არ შეეფერება თავისუფალ ქვეყანას, მაგრამ სამაგიეროდ მათ ამით მიაღწიონ პირად სარგებელს. რა არის ეს პირადი სარგებელი? ხელში აიღონ ძალაუფლება, რომელსაც ინაწილებენ თავიანთ მეპატრონეებთან ქვეყნის გარეთ. აი ეს მოცემულობა გვაქვს და ამას ეფუძნება ის ესე ვთქვათ სადამშელო ღონისძიებები, რომელიც გატარდა უკვე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ლურჯი პასპორტებთან დაკავშირებით, რომ მათ ფაქტიურად ჩამოერთვათ უფლება, რომ ამ პასპორტებით ისარგებლონ იგივე შეღავათებით, რაც მანამდე სარგებლობენ და ეხლა ის, რომ ჩვენს დელეგაციას უნდა შეუჩერდეს ევროსაბჭოში უნდა შეუჩერდეს ესე იგი უფლებამოსილება და არ უნდა სცნონ მათი უფლებამოსილება. აი ეს მოცემულობა გვაქვს და მთავარი ის არის, რომ ჩვენმა მსმენელმა კარგად იცოდეს, რომ ეს არის ტყუილი, რომ მათ პროდასავლური ან დასავლეთთან რაიმე შეხება აქვთ. მათ დასავლეთთან აკავშირებთ ერთადერთი რა დასავლეთის გარკვეულ ჯგუფებთან, ეხლა როგორც უკვე ჩვენ გამოკვეთილად ვიცით, ვინ არიან ეს ჯგუფები, ეს არის ფაშისტურ ლიბერალური ჯგუფები, მათთან ერთად აკავშირებთ ერთადერთი რამ ძალაუფლება ქვეყნებს, რომელსაც ისინი მოერევიან. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანად, როგორც სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, არის საქართველო, ვინაიდან თურმე ის არის 3,700,000-იანი ქვეყანა და მას ვინაიდან ის პატარა, არ შეიძლება ჰქონდეს ის პრეტენზიები და იმის მოთხოვნის უფლება, რაც დამოუკიდებლობის უფლება არ აქვს. ხო, სუვერენიტეტისა და ხო, ვინაიდან ეს არის აი ამ მოცემულობაში ვართ დღეს, რომ ეს ვაი ოპოზიციის ლიდერები თუ ვაი ოპოზიციონერები აი ამას გვთავაზობენ, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენ უნდა დავემონოთ ამ მომენტისთვის დავემონოთ დასავლეთს. არა, ესენი მოითხოვენ არა იმას, რომ დასავლეთთან ურთიერთობით ჩვენ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას, ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი. ეს კი არ უნდათ, არამედ უნდათ ის, რომ დასავლეთიდან წამოსული დიქტატი რაც არ უნდა იყოს, აი ამ შემთხვევაში ახლა მაგალითად გამჭირვალეობის შესახებ კანონი, რომელიც აგერ 100 წელია ამერიკაში მუშაობს, ხო? გამჭირვალეობის შესახებ კანონი საქართველოში არ უნდა მუშაობდეს. იმიტომ რომ ვერ გავიგოთ, გასაგებია ხო, რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ ვერ გავიგოთ იგივე დასავლეთის მაგალითად იმ ძალების ფული, რომლებიც დაინტერესებულიან საქართველოს გამოიყენონ სათამაშო მოედნად, როგორც ისევ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ჰილის სტატიაში პირდაპირ წერია შავი თეთრზე, რომ ესე იგი გარდა ამისა, რაც თქვენ ახლა თქვით, ზურაბიშვილი პირდაპირ მოუწოდებს ამერიკას, რომ რუსეთთან საბრძოლველად საქართველოს როგორც სათამაშო მოედანი. ნუ აი ეს ვისაც სურს დასავლეთში იმათ რო არ ვემორჩილებით, აი ეს არის ჩვენი თავარი დანაშაული. ეს არის ჩვენი ეს ლიბერალ ფაშისტების ამოცანა, რომ როგორმე ჩვენ ესე იგი დავემორჩილოთ მათ პატრონებს დასავლეთში. ანუ
ისინი რას იძახიან, რომ მათ უნდათ მონობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ უნდათ არა რუსეთის მონობა, არამედ მათ უნდათ დასავლეთის მონობა. და ის მოთხოვნილება, რაც ქართულ საზოგადოებას ჰქონდა საუკუნეების მანძილზე თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს საერთოდ წაშლილია მათი მოთხოვნებიდან, იმიტომ, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ კითხვების გარეშე აბსოლუტურად გაუცნობიერებლად უნდა აღასრულო დასავლეთიდან მოსული დიქტატი, ეს სხვა რა არის. თუნდაც ეს შენი ქვეყნის განადგურებას ნიშნავდეს. იგივე მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი ლიდერის და ეხლა რა თქმა უნდა ჩამოთვლათ შეგვიძლია ყოფილი ომბუდსმენიდან დაწყებული სხვა ესე ვთქვათ ოპოზიციური ლიდერებით გაგრძელებული, რომ მათ ურჩევნიათ, რომ ცეცხლის ბომბები აწვევდეს საქართველოს, მაგრამ ეს იქნებოდა თურმე ღირსება, რომ ჩვენ გაგვენადგურებინა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ბრჭყალებში. როგორც უკრაინა არის ახლა ღირსეულად განადგურებული და რომელსაც ამერიკა როდის შეუწყვეტს დახმარებას და როდის დასვამს უბრალოდ და მოაწერინებს ხელს შეთანხმებაზე, რომელიც პირობებზეც არავინ არაფერს არ კითხავს, არავინ არ იცის. მინდა ასევე კითხოთ, ესე იგი ამ თემის გაგრძელებაა, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ ცნობაზე მსჯელობს ახლა ეს ასამბლეა, სხვათა შორის უკრაინელი და ბალტიისპირელი დეპუტატები გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით ჩვენი მისამართით. ესე იგი, რა იყო ქალბატონმა თეატრულუკიანმა გააკეთა კომენტარი და თქვა გითხრა პირდაპირ რას გვედავებიან. ესე იგი, ისინი ხო გვედავებოდნენ კანონებს. ესენი გვედავებიან, რომ ესე იგი, თურმე არჩევნები არ ჩაგვიტარებია სამართლიანად და ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტადო უნდა აღიაროსო საპარლამენტო ასამბლეამო, ესე იგი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამო, საქართველოს პრეზიდენტად უნდა აღიაროს არა ყაველაშვილიო, არამედ ზურაბიშვილიო. არ ვიცი ეს რა ამის პრეცედენტი არსებობს თუ არა, ან საპარლამენტო ასამბლეას რა უფლებამოსილება აქვს, რომ ან აღიაროს საქართველოს პრეზიდენტი, ან არ აღიაროს. არ ვიცი, ახლა ის მახსენდება რუმინეთის არჩევნები რო გააუქმეს საერთოდ. ანუ უკვე იქამდე მივიდა ეს გლობალური ომის პარტიის ევროპული ფილიალი, სხვათა შორის თვითონ ის თავი დაიშალა ამერიკაში და ეს ევროპული ფილიალი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ დაიშლება, ამაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ რას გთხოვენ, ანუ ესე იგი, უпростоრად რა უნდათ, რომ საქართველოს პრეზიდენტო აღიაროთო ზურაბიშვილიო, როცა ამისი არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არც პრეცედენტი არ არსებობს. თან ანუ ვიზია ლაპარაკი კიდევ ერთხელ რომ გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ ადამიანზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ ის ძალიან პატარაა ამისთვის. ანუ საერთოდ თავდაყირა დააყენა ამ ქალმა, საერთოდ მთელი დაწყებული 80-იანი წლებიდან ან სუვერენიტეტის თვის დაწყებული მოძრაობა მთლიანად თავდაყირა დააყენა და გამოაცხადა, რომ ამას ყველაფერს არაფერს აზრი არ ქონია, იმიტომ რომ თურმე ძალიან პატარა ყოფილვართ ამისთვის. მაშინ საერთოდ დგება კითხვა, რომ საერთოდ რა გვინდოდა, ანუ რას ვიტკიებდით, აუტკივარ თავს, თუ მაინც არ გამოდის ამ ზომის ქვეყნიდან სუვერენული სახელმწიფო, მაშინ რატო გავეჭხირეთ საერთოდ ამ ყველა გაუგებრობაში, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ატყდა იმის მერე. ეს კითხვაც ჩნდება. კი, ამას ეწოდება სწორედ მონური ფსიქოლოგია, როდესაც მონას მიაჩნია, რომ მისი მონათფლობელის მიმართ უნდა იყოს ყურმოჭრილ მორჩილებაში და აქ მხოლოდ საუბარი არის მონათფლობელის რაობაზე. ის ცივილიზებული ყოფილა თურმე უჯობია. მათ მონათფლობელად აირჩიეს, ესე იგი, დასავლეთი და არა რუსეთი. და აი ამაში რა განსხვავებაა, შენ თუ მონა ხარ, შენი სტატუსით ხარ მონა და უნდა აკეთო სხვების ბრძანებები, უნდა შეასრულო უპირობოდ და ყველანაირი კითხვების გარეშე, მონა თუ ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მონა იქნები? მონა არის სტატუსი, რომელსაც ვისიც არ უნდა იყოს, შენი სტატუსი არ იცვლება. დასავლეთის იქნები, ამერიკის იქნები, ევროპის იქნები, ამერიკის იქნები, რუსეთის იქნები, ჩინეთის იქნები, მონა ხარ შენ და რა მნიშვნელობა აქვს, ესე იგი, შენ ვის აირჩევ მონათფლობელად? მონათფლობელად შეიძლება იყოს განსხვავება, ზოგი ზედმეტად დავარცხნილია, ზოგი ზედმეტად დაუარცხნელი, მაგრამ შენში განსხვავება ხო არ არის?
არის შენი სტატუსი არის მონა და აი ამას გვეუბნებიან რომ მონობა არის ჩვენი არჩევანი მაგრამ მონობა დასავლეთისა აი ეს არის როგორი რიხით ამბობენ ამას კაცო ეს და ამის გამო ისინი თხოვენ თავიანთ მონად მფლობელებს დაგვსაჯონ თხოვენ რომ აი შეგვიწყვეთ ხელი რომ ჩვენ გავხდეთ თქვენი მონები ყურმოჭრილი მონები და ამისათვის და ამის მისაღწევად საჭირო არა ჩვენი ხელისუფლების დასჯა ჩვენი ჩვენს ქვეყანაზე სანქციების გავრცელება ჩვენი ქვეყნის ჩართვა მოთხოვნა რომ ჩავერთოთ და გავხსნათ მეორე ფრონტი რომელიც აუცილებლად განადგურებით გვემუქრება და ისინი ფიქრობენ რომ მხოლოდ ასეთი გზით არის შესაძლებელი საქართველოს დამორჩილება მაგრამ აი აღქმას ქმნიან რომ ეს მონობისთვის კი არ კეთდება ეს ვითომ თავისუფლებისთვის და აი ეხლაც რაღაც არის ეს აქციები ქუჩაში მიმდინარეობს დავისუფალი საქართველო ყვირიან და ამ დროს არ ხდება იმისი გაანალიზება რომ სად არის ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა შენ თუ შენ ქვეყანაში სუვერენიტეტი რა განმარტება რას ნიშნავს სუვერენიტეტი რას ნიშნავს რომ შენი ნების და შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გეძლეოდეს საშუალება მიიღო შენი კანონმდებლობა უმრავლესობა მიიღო ეს კანონმდებლობა და სად არის აქ თავისუფლება და სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა თუ კი შენ იძახი რომ არ უნდა მივიღო ერთადერთი მიზეზის გამო იმიტომ რომ მონათმფლობელს არ სურს მონათმფლობელიც არის და მონათმფლობელიც ანუ ეს დავუშვათ და ვისაუბროთ მათი ლექსიკონით და დავუშვათ რომ ევროპა არის მათთვის მონათმფლობელი ეს ევროპაც ხო არ არის ერთფეროვანი დასავლეთიც ხო არ არის ერთფეროვანი მათი პატრონები არიან მიმართულება ნეოლიბერალური ფაშიზმი კი ბატონო ანუ კონკრეტულად ამ ჯგუფის მონობაზეა ლაპარაკი მე მინდა ახლა კიდევ ვილაპარაკოთ იმაზე რამდენად სინამდვილეში შორს არიან ისინი იმ ევროპული ფასეულობებისგან რომელიც ჩვენ მოგწონს დასავლეთში და რის გამოც ჩვენ მივისწრაფოდით ყოველთვის დასავლეთისკენ. ესე იგი, ლიბერალური ფაშიზმი და ბულინგის კამპანია რომ მაგათთვის არის ჩვეულებრივი ამბავი და ადამიანზე ადევნება, ოჯახში მივარდნა, ბავშვების წინაშე და არასრულწლოვანების წინაშე შეურაცხყოფის მიყენება რომ ჩვეულებრივი ამბავია, ამაში კარგი ხანია დავწმუნდეთ და უკვე აღარ გვიკვირს, მაგრამ ესე იგი ეხლა სტრასბურგში და ბრიუსელშიც იგივეს აკეთებენ ჩვენი დელეგაციის წევრებს დასდევენ ვითომ აშეიმინგებენ არცხვენენ და ერთი ძალიან ესეთი ფრაზა მომხდა რომელიც მონობას გამოხატავს ალბათ ყველაზე კარგად ესე იგი ჩვენი დელეგაციის წევრებს ეუბნებოდნენ რომ თქვენ არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპის ჰაერს ანუ ევროპის ჰაერი თურმე იმდენად ზურფასია რაღაც განსაკუთრებულია და აი ყველას არ აქვს უფლება გესმით ხო აი ეს არის მთავარი რომ შესაძაც ევროპას იშველიებენ ევროპული და დემოკრატიული სტანდარტი რა არის რომ ყველაფერი რისი სურვილით შენ გიჩნდება გააკეთო ის უნდა ეფუძნებოდეს აუცილებლად მტკიცებულებებს მაგალითად შესაძაც დღეს ეს ნეოლიბერალურ ფაშისტური ოპოზიცია იძახის რომ არჩევნები გაყალბდა ხო ქვეყანაში გაყალბდა თუმცა ვერ ამტკიცებს რა ორგანოს მიერ აი კანონით განსაზღვრული რომელი ორგანოს მიერ იქნა ცნობილი თუნდაც საერთაშორისო დონეზე ვისაც ეს ევალება რო ცნოს ეუთო ოდირის დასკვნას გულისხმობ ამის დონეზეც სად არის რომ იქ ნათქვამია რომ გაყალბდა მაშინ რის საფუძველზე ამბობ შენ რომ გაყალბდა თუ კი არც ერთი იურიდიული ინსტანცია რომელიც ამის მამტკიცებელია გაყალბდა თუ არ გაყალბდა არჩევნები შიდა ამ შემთხვევაში ჯერ შიდა განვიხილოთ ხო საქართველოში შიდა არც ერთი ასეთი ინსტიტუტი არ ამბობს რომ არჩევნები გაყალბდა შენ რის საფუძველზე ამბობ ამას საერთაშორისო ნომერ პირველი შემფასებელი რომელსაც აქვს ამის თქმის უფლება ვინაიდან მას ჩატარებული აქვს დაკვირვება საქართველოში და ნათქვამი აქვს რომ აქ ჩატარდა კონკურენტუნარიანი საარჩევნო იყო კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო და ამ პირობებში ჩატარდა არჩევნები მაშინ შენ რას ეყრდნობი რა
მტკიცებულებებს ეყრდნობი, როდესაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა. სად წარმოადგინე ეს მტკიცებულებები? ანუ არაფერი მტკიცებულებები არ არსებობს, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, მაგრამ ესენი ამ რიტორიკით ქმნიან აღქმებს. არა მტკიცებულებებს, რომ არჩევნები გაყალბებული, არამედ აღქმებს. რა ბევრი თუ იტყვის, თქვათ 10 კაციც გააჩნია ვისთვის რა არის ბევრი, ხო? ზოგისთვის 3-ია ბევრი, ზოგისთვის 10 და ზოგისთვის 100. მაგრამ როდესაც ქვეყანა 4 მილიონამდე არის, მაშინ რაღაცა 100 და თუნდაც 1000 კაცის ნათქვამი, რომ გაყალბდა, როგორ შეიძლება ის იყოს აღქმული რეალობად. ანუ ეს არის ყველა შემთხვევაში, როდესაც იძახიან, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, ხო? რაჯერთი საერთოდ ეს ფაშისტური აზროვნება, რომ რუსი გამოაცხადო რაღაცა მონსტრად, ესე იგი, ეს ხო ფაშიზმის ეთნიკურობას იყენებენ, ჰიტლერის ვაკერაფერს არ აკეთებდა. კი, რა თქმა უნდა, ეს ფაშიზმის გარდა ბოლშევიზმსაც კი არ ახასიათებდა. არა, ბოლშევიზმს არ ახასიათებდა. მხოლოდ ფაშისტური მოვლენა, როდესაც გარკვეული ერის წარმომადგენლები გამოცხადდნენ მიუღებლად და გასანადგურებლად და ცუდად, ხო? იმის მერე ეს იმდენად იქნა აღიარებული დანაშაულად და დაასჯადათ, რომ დღემდე იხდის ის ერი ამ შემთხვევაში გერმანელი ერი, დღემდე იხდის ამის კომპენსაციას იმ ერის წარმომადგენლების მიმართ, ვისაც ეს ჰოლოკოსტები ჩაუტარეს, ხო? ჩვენ ეს ვიცით. და ვინაიდან თუნდაც ამისი შემოქმედი იყო გერმანია. შეიძლება ითქვას, რომ გერმანელი ერი არის მიუღებელი, როგორ შეიძლება შენთვის მიუღებელი და თუნდაც მსოფლიოს მიერ აღიარებული მიუღებელი პოლიტიკა განავრცო მთლიანად ხალხზე და ერზე. ეს არის ფაშიზმი. ეს საშიში, იმიტომ კი არ არის, რომ ესე იგი მიუღებელი, იმიტომ კი არ არის, რომ მე რუსებზე არ ლაპარაკი. ვიზედაც გინდა იყოს. იმას გინდა შენი ტერიტორიები კონდეს მიტაცებული და გინდა რაც გინდა იყოს მიტაცებული. ეს არის პოლიტიკა, შენ უნდა გძულდეს საქმე, შენ უნდა ებრძოდე საქმეს და არა ადამიანებს, არა ინდივიდებს. როგორ შეიძლება შენ რომ ჯერთი ქრისტიანობაც მაგას გეუბნება, რომ შენ ცოდვის ჩამდენი კი არ უნდა გძულდეს და გეზიზღებოდეს. შენ ის ცოდვა უნდა გეზიზღებოდეს და იმ ცოდვის წინააღმდეგ უნდა ილაშქრებდე და არა პიროვნების წინააღმდეგ. მაშინ ვინც კი ცოდვილია, ყველა უნდა გავანადგუროთ, ხო? ანუ ესეთი გამანადგურებელი აზროვნებით, ფაშისტური აზროვნებით მოსული ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ევროპელებიო. როდესაც ეს ფაშიზმი უარყო თვით ევროპამაც, იმ ქვეყანამაც, სადაც ეს იშვა და იმ ამერიკამაც, ვის მონაბასაც ესენი ასევე, ესე იგი, გულმხურვალედ მიესალმებიან. ჩემთვის ამერიკაც, ევროპაც და ყველა დანარჩენი ქვეყანაც არის მაშინ მისაღები, როდესაც ის ჩემი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს, ჩემი ხალხს პატივს სცემს და რაც მთავარია, როგორ შეიძლება ისინი ჩემი ერის წინააღმდეგ აღვივებდნენ შუღლს. საბჭოთა პერიოდშიც კი, სადაც არ არსებობდა ადამიანის უფლებები, თქვენ იცით ხო, მარტო სოციალური უფლებები იყო და დანარჩენი, ესე იგი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ფაქტიურად არ არსებობდა. იქაც კი არსებობდა კანონი, რომელიც სჯიდა ერთა შორის შუღლის გაღვივებას. დღეს ჩვენ ამას უყურებთ, რომ ეს ყველაზე მეტად აზიანებს, ახლა რუსეთს როგორ უნდა დააზიანო შენ? ყველაზე მეტად აზიანებს საქართველოს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენი თითოეული მოქალაქის ფსიქიკას და მასში იწვევს ისეთ ემოციებს, ისეთ განცდებს, რომელიც არ შეიძლება ზიზღს აწარმოებს, რაც მომავალში კვლავ გახდება კონფლიქტის და ურთიერთსუძველი საფუძველი. არ შეიძლება ცივილიზებული ადამიანისთვის იყოს დამახასიათებელი. ჩვენ დღეს ამ რეალობაში ვართ, რომ ამ ფაშიზმს, ამ ესე ვთქვათ, სატანიზმს, რასაც ისინი აკეთებენ, აგერ ჩინეთიდან გამოიწერეს კუბო, რომელზედაც ქრისტე ეხატა და პირდაპირ დაგვიწვეს და გვეუბნებიან, რომ ანუ ფაქტებზე როცა ჭირდებათ. მაგაზე საუბარი. არა, როცა ჭირდებათ ეს ფაქტები არ არსებობს და როცა მათ ჭირდებათ
ფაქტებსაც აქრობენ. იმედი ვიქონიოთ კაპიტანან რომ ეს ყველაფერი იქ მალე შეიცვლება ევროპაში და შესაბამისად ამათაც აღარ იქნებათ არანაირი საფუძველი და აღარ ეყოლებათ ადრესატი ვისთანაც ბჭყალებში ესე გვიჩივლებენ როგორც მაგალითად დღეს გააკეთეს. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამწუხაროდ ამოიწურა დღეს ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო. მადლობა როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის, ანალიზისთვის, კომენტარებისთვის. ნანა კაკაბაძე იყო ჩვენი სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ. პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.